Hi, მოგესალმებით მეგობრებო, დავემშვიდობე ჩემს სიყვარულს, ჩემს სოფლებს, ჩემს ბებოს და წავედით მანქანით ახალ ციხეში. ჩემს სიცემამ გვაკითხა და წამოგვიყვანა, ეს არის ჩემი სოფლის გზა, ჩასახვევი, მისახვევი, ჩემი სიყვარული მდელოები. ხო და წავედით, თუმცა მანამდე სხვაგან გავიარეთ, სხვა სოფელში, ჩემი მეუღლის სოფელში აქვე კითხებოდი, წამოხვალ თბილისში, თქოდა თან უდოდა და თან არ. თუმცა დედიკოს გარეშე არ მიდის, არსად ჩემი შვილის არ იყოს. ხედავთ რა ხედები მაქვს ჩემი სოფლის გზიდან, სასწაული ხედები მაქვს. უსასწაულესი. როგორ მინდოდა დარჩენა, მაგრამ არა გამოვიდა. აქ ნათუშკი იღებდა რაღაც კადრებს ვლოგისათვის. ხო, ცოტა მე გადავიღე, ცოტა ნათიმ გადაიღო და მოკლედ სულ გადაღებები მიდიოდა. აქ ხმები იყო, მაგრამ თან მუსიკის ფონზე არ გამოვიდოდა და გავთიშე. აქ ნათის ვეუბნებოდი, კამერა დამიჭირეთ, ხან იქიდან დავდექი, ხან აქედან დავდექი, აქ რაღაცებს ვლაპარაკობდი, მაგრამ ხო და არ გამოვიდა. კი რაღაც ფეხი გადაბიბრუნდა და მოვიტეხე კისერი, აქედან ჩემი მტერი გადავარდა, ხალხო იმ სიმაღლეზე ვართ. აქ უხსნიდი აუდიტორიას, რას სასწავლო ადგილას ვარ. ჩემი მარიკო ძალიან დაიღალა გზაში, აქ ჭერა მიმირთვა, არ მოეწონა ძალიან. ჩემი გოგო და სიყვარული. ეს კი გახლავთ ჩემი სოფლის ასახვევი. მარტივად მიხვდებით, სად უნდა ჩამოხვიდეთ. ხო, ეს პაწაწონა კადრებია, სულ გზაში გადაღებული. ხო, ეს სულ სხვა სოფელია, სულ სხვაგან მივდიოდით და იმ კონკრეტული ადგილის კადრები გადავიღეთ. ძალიან ლამაზი იყო, მზე გამოვიდა, რაღაცა სასწაული ამინდი იყო. მოვედით ნათისთან, საკმაოდ გვიანია. ცოტა ადრე წამოვედით სოფლიდან, ჩემს ისემ წამოგვიყვანა უბრალოდ. გამოვიარეთ ჩემი მეუღლის, ჩემი ნათის მეუღლის ოჯახში. ერთ-ერთ სოფელში, კარგეს ოჯახში ვიყავი და ეს ოჯახი ახლა არ გამეცნია ხალხო. ძალიან დიდი ხანია ამ ოჯახს ვიცნობ, ბავშვი ვიყავი, როცა მათთან ჯერ ნათია გათხოვდა, მე ბავშვი ვიყავი და მაგ ოჯახში ვიყავი, ერთ-ერთი სასურველი სტუმარი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მივყავდი ხოლმე ნათიას და არაჩვეულებრივი ოჯახია, ბატონო. ჩემი გაშვაკი არის. ვაიმე დედიკო. ხო და უსაყვარლესი უთბილესები, აი არ ვიცი. იმ ოჯახში ისე ვარ, როგორც რა გითხრათ, ჩემი ბებიის სახლში რო იქნები, ხო ხვდებით, აი ასე. ხო და ძალიან გამიხარდა რომ ნახე, ცოტა მოკლეზე გადმოვედით და მაგ სოფელთან მოხვდით, მოკლე გზით შედარებით. ხო და იქ საქმეები ქონა ჩემს სიზეს და მე წამოვედით ახალ ციხეში. მე მათი დასრულებული სკვერი ნანახი არ მქონდა. შარშანდელი კეთდებოდა და დასრულებული არ მქონდა, ნათის პირდაპირ არის. და ისე მომეწონა, ხალხო ისე კარგად არის გაკეთებული. გულზე სულ ხარია რომ შეგიძლია ჩახვიდე, განიტვირთო, დაჯდე, ანუ რამდენს ნიშნავს ეს და ერთადერთი რაც რაღაცა სიხარულის იმას არ მაძლევს. ეს არის ბებოს იქ დატოვება. ბებო რო იქ დავტოვეთ. ცოტა ისე ვარ. ხო და ეს. მოკლედ ჩამოვბარგდით ხვალდილის 8-10 წუთზე გავდივართ ახალციხიდან. 11 წუთებზე უკვე თბილისში ვიქნებით მე და ჩემი ბაო და დაუხდება ჩემი მეუღლე, ალბათ მამაც არ ვიცი ზუსტად. ხო და მივალთ ჩვენ სახლში, რომელიც უკვე ძალიან მოგვენატრა ბავშვს განსაკუთრებით მე მგონი. გაჩვენებთ იმ სკვერს ძალიან ლამაზი. ცოტა შორი კადრით გაჩვენებთ. ხოლო ეს არ გეგონოთ ხალხო, აქეთაც არის. აქეთაც კორპუსის გვერდით ამ მხარესაც პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილი სასრიალოები. აქ პირდაპირ პოლიცია გახლავთ. ეს სტადიონი. მონახეთ რა კარგია, ანუ მივიდა სადარბაზოდან გადიხარ, შედიხარ სკვერში. აქ ალბათ ჩემი ნათი ტანს იყენებს ხოლმე, მაგას ვენაცვალე. ხო და
ძალიან მომწონს იმას რა ჯობია ხალხო მოწესრიგებული როა ყველაფერი. სხვა ნახეთ რა მხელა. სხვათა შორის გოგოებო აქ აი ამ ტერიტორიას, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, რაღაც წარსულად გასარჩევი იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ აქ იყოს ბოსტნები, ანუ ერთი ბოსტანი, ორი ბოსტანი, ჩამწკრივებული იყო ხალხ ხილბოსტანი და რა ვიცი რა არ ქონდა და ეს არისო, ანუ ეს თავრობის იყო რეალურად რა. ხო და ამიტომაც გაკეთდა ისე რომ ისევ დაუბრუნდა ასე ვთქვათ სახელმწიფოს და გაკეთდა ეს საყვარელი სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დაისვენონ. აი ეს. ესე იგი ნათისთან ვარ და ნათის ყოველთვის აქვს სამკაულები გლეჯვაზე, ხო და ვარჩიე. ამოვარჩიე ულამაზესი ბეჭედი, უბრალოდ არც მჩუქნის, მოყიდვაც არ უნდა. არაო. ხო და იძებნება აი ეს კონკრეტული ბეჭედი, მინდა რომ დააკავშირდეთ და მითხრათ შეიძლება შევიძინო. აი ეს ერთი წუთით გოგოებო ახლავე. არის სპილოები და ნალი, ეს ყოფილა ბარაქის ბეჭედი, რომელიც არის ულამაზესი და მე მივხვდი რომ ესეთი ბრტყელი ბეჭდები ძალიან მიხდება. ანუ მე ვიხდენ ძალიან რა. ხო და არა. არც მოკრიტიო. გული წყდება, ამას აკრუტო გული წყდება. ნახეთ როგორი საყვარელია და ამ წითელ იმას ძალიან უხდება. ანუ დაანოტოს. თუ სადმე იცით, სად შეიძლება შევიძინო აი ეს კონკრეტული მოდელი მხოლოდ ასეთი. ახლოდანაც გაჩვენებთ, საერთოდ არ დამეზარება ისე მინდა რომ ვიყიდო, მოიცათ. სპილო, ნახეთ როგორია. ესეთი. ოხ, სად გაქანდა ეხა ეკრანი ვერ გავიგე. ანუ ვერ მივხვდი რატო არ იმაშვება. ნალი, სპილოები, გვერდები ესეთი აქვს. სამაგიეროდ მაჩუკა ის საყურები, რომლებიც მე მიყვარს ძალიან და ეხლა გავიკეთებ სხვათა შორის ბარემ, იმიტომ რომ ჩემი ვარსკვლავები საყურეები ვინც იცით, დავი სულ მიკეთია ხოლმე სამწუხაროდ დავკარგე სოფელში და მართლა არ ვიცი სად დავკარგე გულზია რო არ დავყევი მის დარდს და ძებნას არ ვიცი სად გადავარდა, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. ხო და ეს ძალიან ლამაზი ბეჭედია, თუმცა ახლა ეს არ მინდა. ხო და აი ეს საყურეები მეც მქონდა და ცალზე გაუფუჭდა ჩამკეტი ძალიან. ხო და ეს საყურეები სავარაუდოდ თქვენს გეცოდინებათ ძალიან ხშირად ვლოგებში მეკეთა ხოლმე. ხო და ხა გავიკეთებ სამწუხაროდ ამ ბეჭედმა ჩამიქროლა, არც ყიდვამ გაჭრა, არც ჩუქებამ გაჭრა. არაფერმა გაჭრა, მე სხვა მომეწონა არც ისო ეგრევე ბარათზე ჩაგირიცხავ თქო, ვიფიქრე ამით მოვთაფლავდი და მე თვითონ ეყიდა აქ, მაგრამ არც ბარათმა არ გაჭრა და ხელზე გითხარი, ხელზე მოგცემ თქო? წამან არ გაჭრა. ანუ ნახენათი ესეთ ძაა რო გადადის, ერთი ეგრე გადადის ჩემი და ერთი არ გადადის, ვერ გავიგე რატო. ერთი წუთით ახლავე და გიპაუზოთ. ნახეთ როგორი ლამაზია. ხო და მოკლედ ვამე ძალიან ავჭრევდი ხა ეს ყელსაბამია ეს აისუთა ისა ვარაკი კარენა. ხო და ეგრე გამოვიდა ხალხო რომ ვეძებ სპილოიან, აი მე დედა გრძელი ბჭხილი რომ აქ ესეთ საყურეს ვერ ვიხსნი. შენც გიჭირს? გოდიშ აი მე დედა აი მე შლაკი ავიძრე რატო აღრევ დაუსახს ვერ გავიგე ხო და მოკლედ გოგოებო ვინც ვერცხლზე მუშაობთ იძებნება ბეჭედი რომელიც არის აი ზუსტად ამ დიზაინით არის სპილო ალინალი
ხდება. არიყო, რატომ დამიდე? ეს და რატო გადაწყვიტე, რომ საერთოდ ნაგავიც სხვრცინ დაკეტო? მოკლედ ფუტოსაც დამდე. ესე მინდა რომ ფუტოსაც დაგიგე და ასე. ესეთი ამბები. ხო და ეხლა მე და ნათი დავლევთ ყავას. ანუ გადაწყვიტე რომ გციო და გაზი რო ანთე თუ ვერ მივხვდი ხდები. აუ მაპონინეთ ხალხო მიშველეთ. დიდი სივრცე იყო და ვერათვის. ხო, ვერ ათვისებული არ არის. ჩემი ნათის სარეცხი ფრიალებს. აქ ვართ გზასთან, ვაიმე რას ვგავარ. და ველოდები, გადი იქით. ვაიმე. გადი. და ველოდებით მარშრუტკას და მივდივართ თბილისში. რა შეხვედრ რამდენი მართლა რას ვგავარ. რა გინდა ბიჭო, რას დამძევ შენ? მითხარი ერთი. მითხარი ერთი, მოდი სულ შუნა ჩამხედო. ჩამახედო ერთი სულში რა დღეში ხარ შენ. რა დღეში ხარ? ამას უყურეთ ერთი. რა დღეში? ამას უყურეთ, რა ლამაზია ხალხო. მარიამის სიცილზე რო რეაგირ. აქ უკვე მარშრუტკაში ვარ და მარიკო მოვამზადე დასაძინებლად და კი ხედავთ წინავს. ეს კი უკვე თბილისისკენ მომავალი გზა და როგორც იქნა ჩამოპარკ. აქ კი მამიკომ დაახვედა როგორც შეპირდა სიურპრიზი. ეს კი გახლავთ ჩანთაოდ მე რამდენი არ მკითხოთ. ბებოს რო ვუთხარი რამდენი ჩანთა ქონდა სახში კი ნაღამ გაგიჟდე კიდე რაღაც უნდოდაო, მაგრამ უნდოდა. ხო და მამიკომ დიდი სიხარულით დაახვედრა და ამის თვალებს შეხედით და ვარდისფერი სიხარული ლოყები რო აქვს. აქ საკმაოდ ადრეა ხალხო და ამიტომაც თბილად, იმიტომ რომ შეგვცივდა თითქოს თან, აი არ ვიცი, მე კიდე აქვცხა და სადმო ჩამოვედით ვიძახეთ, მაგრამ ხო, ესე ძალიან ადრე ცოტა გრილოდა. შემდეგი საჩუქარეს გახლავთ მისი კოსმეტიკის რა ჩანთაკაცო. ამას უყურეთ, ჩემს აჯვრაკაკუნებს თითებს გიჟდები. მამიკომ გაუხსნას, ვნახოთ როგორია პალიტრას, დავათვალიერებინებთ ახლა თქვენს. ნახით როგორი ლამაზია და რა ფერებია ხალხო, ანუ მეც კი რო გამოვიყენებ ეგეთი ფერები. ამის სიხარული ალბათ აი არ ვიცი, ყველაფერი შეგვიძლია. ნახეთ რა საყვარელია. გავუკეთო იმ რომ აი ეს ბედნიერი თვალები. საყვარელო, ვისთან მიდიხარ დე? წამოდე, გაახარე ჩემო სიცოცხლე. წადი. არ ვიცი როგორ, მაგრამ აქ ჩემი მეუღლე აკეთებს unboxing-ს, აბსოლუტურად შეუძლებელი ამბავი იყო, მაგრამ ანუ დამთანხმდა, ხო, კარგიო. სახის გამოჩენის ლაპარაკი ზედმეტია. ხო იცით, კამერა და ჯიბი კვარი ვერ მეგობრობდნენ. ეს არის Tom Ford-ის სუნამოები, რომელსაც ჰქონდა აქცია 1+1, რამდენად იყიდა ზუსტად ვერ გეტყვით, არ ვიცი. არ დაუკონკრეტებია და ალბათ არც ძალიან დაბალი ფასით, არც ძალიან მაღალი, ჩემი აზრით. ხო, ერთი იყო ალუბლის სუნით, მეორეც და განსხვავებული. ჩემთვის ცოტა ტკბილი იყო ორივე. თუმცა არ ვიცი, ჩემ ქმარს ძალიან მოეწონა. ხო, რა გითხრათ, ესეც გეუბნების ამბავია. მე ხო იცით სუნებზე რა მჭირს და რა ალერგიები მჭირს. ამიტომ ესე ვერ გეტყვით. თუმცა მას ძალიან მოეწონა და მთავარი ის არის, რომ მოეწონა. ხო, პირველმა გაიარა ტესტირება, სუნი მოეწონა. სხვანაირად რომ მეჩვენებინა, როგორ მოეწონა სუნის სახე გამოჩნდებოდა, შესაბამისად სხვა ხერხი მოვიფიქრეთ და ორივე თიკმა ყოფილი დარჩა. ეს კიდევ გაძვირებულა სხვათა შორის და არ ვიცი რამდენიმდე აპირებენ ამის გაძვირებას, მაგრამ რა ამბავია ხალხო. როგორც ხედავთ, მზემ შემოგვანათა, მივირთვით ჩემო მეუღლევ. შემწვარე კარტოფილი, არაფერს თავი არ მქონდა, ეს უკვე მეორე დღეა, მაგრამ თავი მაინც არ მქონდა. ეს ჩემი სასწაული უსაყვარლესი ჭიქა, რომელიც დღეს პირველად დავტესტე. სხვანაირად მიდოდა დატესტილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. ნერვი არ მაქვს აივანზე ასვლის და იყავის წურყვის. ძალიან ვარ დაღლილი. ხო და წყალსაც იდეალურად მივირთმევ. ეს კი ჩემი ნათის YouTube არხი გახლავთ, სადაც კომენტარის დასაწერად შევბრძანდი, შორტის ვიდეოზე საუბარი, შორტის ვიდეო დადო რამდენიმე და იქ შევედი, რომ მისთვის დამეწერა კომენტარი და გამემხნევებინა ჩემი ნათი, რომელსაც 87 გამომწერი ყავს. მადლობა.